საოცარი არომატი აქვს გიო. აბა, სადამდეაო, აბა? დედო რა ცხელიაო. სანამ იმ შეეხარხს, დღეს გავსინჯავთ პრემიუმ ხარისხის ევროპულ კერძებსაც და ადგილებულ მეგრულ სამზარეულოსაც. დიარონი, ვისაც გაინტერესებთ, არის მეგრული სიტყვა და საქეიფო პური საჭმელ ადგილს ნიშნავს. მოკლედ შევუკვეთავთ, ოღონდ დაგჭირდება დახმარება. ერთ წუთში მოვიდა ცივებები და მოვიდა სამეფო ხაჭაპური. როგორ მაინტერესებს, აუცილებლად უნდა დავიწყო საფირმო სალათით. აბა, ეს არის საფირმო სალათი, დიარონი, რომელიც ჯერჯერობით არ ვიცი რისგან შედგება, მაგრამ აი ხა გავიგებ, როგორც ხვდები არის ლორი, ყველი და ქათმის სალათას ინგრედიენტები. აბა სალათა. და რა თქმა უნდა ხაჭაპური. სანამ ცხელია, აბა დავტესტოთ ხაჭაპურიც. გავსინჯოთ ცივები. სალათა მათა მომეწონა. მიახლოებით აგესნით რეები შედის. ლორი, ყველი და ქათმის სალათას ინგრედიენტები. აბა გავსინჯოთ ეხა სამეფო ხაჭაპური. ჩემი მეგობრები შუჩხობენ, რომელი ხაჭაპური არის უკეთესი, მეგრული თუ იმერული. მე ვფიქრობ, მეგრულსაც და იმერულსაც ჯობია სამეფო იგივე ლაზური ხაჭაპური. ვიღაცა დამეთანხმება, ვიღაცა არ დამეთანხმება, მაგრამ გემოვნების ამბავია. მე ყოველ შემთხვევაში სამეფო ლაზური ხაჭაპური ყველას მჩვენია. მოვიდა მეგობრებო, მაგრამ რა მოვიდა? ვისაც გიყვართ ღომი, უნდა გასინჯოთ ფოჩხოლია. დედო ფოჩხოლია რა კაი რამე ყოფილა. პირველად ავსინჯავ, არ მოგატყვევთ, მაგრამ ესეთი გემრიელი ფოჩხოლია არა მაქვს თბილისში გასინჯული. ზოგადად მეგრული კერძები უნდა გასინჯო სამეგრელოში და ზუგდიდი სამეგრელოს ცენტრია. ცოტა ყველსაც მოვიპარავ, თლიანი არ მინდა. სულგუნი გავსინჯოთ. ცაკე ქულის დაწერა რო შეიძლებოდეს მარტო ყველზე. ამ შებოლი ყველს დაუწვევდი 10-დან 10-ს. ოღონდ მართლა. ძალიან სერიოზული ყველი არის. რა უხდება ღომს ყველაზე მეტად? ხორციანი კერძებიდან. პირადად მე ვფიქრობ, ხაჭუს მერე კუპატი და უჭმაჭია. მოდი რო არ ვიწვალო. ცოტა ღომს დედო რა ცხელიაო, ვახ ჩემი. და ცოტა ფოჩხოლიასაც გადავიღებ აგერ თეფშზე. მეგრული კუპატი. იმედია ძალიან ცხარი არ იქნება. საუცხო პურმარილია, საუცხო. მეგობრებო, გებჟალიას დროა. შეხედეთ? აი. გებჟალია მას და ფუჩხოლიამაც დაგლიჯა. აბა მოვიდა, ელარჯი მოვიდა. ოჰოჰო, თავის ხარჩოთი. ასე ლარჯი როგორც ტრადიციული მეგრული კერძი. აბა შევამოწმოთ.
სულ ყველია. აბა, სადამდეა აბა? წავა ხაშურანი. კემრიორ მივხვდით. ვა? გავსინჯოთ ეხლა. ეხლა რა მაინტერესებს, იცი? გული მიგზობს, რომ ძალიან მაღალ შეფასებებს დავწე და თან ხას უზავ დასპონსორებული არ არის. აი ამას როგორ უნდა დაუწერო დაბალი შეფასება, შეხედე. მე დაიწყებენ დასპონსორება. ჯერობით დასპონსორება მარტო ერთი ვიდეო იყო. მოიცოდეთ. ასე რომ, ვისაც გინდათ დასპონსორებული ვიდეოები, შემიკვეთეთ მოვალნების მედროს. აბა? ეხლა გავსუჟოთ ხორცში. ესეთი გემრიელი მე არ მოველოდი. თავიდან ცოტა სკეპტიკულად ვიყავი განწყობილი, მე ვთქვი რით უნდა გამაკვირვოს მეთქი, სამეგრელო მეთქი. მაგრამ გამაკვირვა. ვისაც გინდათ ნამდვილი ელარჯის გემო გაიგოთ, მობზანით აქ. მე მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი. ეს სილამაზე არის მეგობრებო მწვადის ასორტი. ესე იგი ქათამი, თევზი, ხორი და ხბო. ესეც ესე. აბა გავშინჯოთ თევზის მწვადი. თევზის მერე გავშინჯოთ ქათამი. ეს რომელი თევზია ისე? მასლიანკა, ხო? ზეთოვანა. ხო ზეთოვანაა ქართულად. მასლიანკა. ცოტა მასშარაფი. ქათმის მწვადს ცოტა მარინადი აკლია. მე მაგალითად თევზის მწვადი ეხა უფრო მომეწონა. მოდი გავშინჯოთ შემდეგი. რა შემიძლია თქვა მეგობრებო? ვითვალისწინებთ თუ ვართ სამეგრელოში, ხოლო მწვადის კუთხე არის კახეთი. ვიზუალიდან გამომდინარე, საშუალოზე მაღალი ქულას იმსახურებს. მაგრამ ელარჯთან შედარებით, მოდი დავაანონსებ, რომ ელარჯს უწერ 10 ქულას. ეს არის მეორე შემთხვევა, როდესაც ჩვენ რაღაცას უწევთ 10 ქულას. ელარჯს ნამდვილად 10 ქულა ეკუთვნის, ცაცაკელოს შევაფასოთ, ხო? თევზის მწვადს დაუწერდი გამართულ 8.5 ქულას. ხბოს მწვადს დაუწერდი 8 ქულას მაქსიმუმ, ქათმის მწვადს 7.5 ქულას და ღორის მწვადს 8 ქულას. თევზმა მოკაჩა ერთ სიტყვით რო გითხრათ. და соусებიც, სხვათა შორის ბარბეკიუ соус არ მევლოდი, მაგრამ ძალიან კაი соуსი ქონიათ აქ. მოდი გადავიდეთ სხვა კერძების დეგუსტაციაზე. ვიზუალი ნამდვილად მადის აღმძვრელია. მოდი გავშინჯოთ უშუალოდ გემო. ეხ არ დაიწყოთ, ვიცით რომ მაღალი დონის რესტორანში ვარ და ყველაფერი დანარჩენით თუ დავჭამოთ, მაგრამ ხბოს ნეკნები იწმევა ხელით. ოჰოჰო. აუ რა კაი არომატი აქვს. ძალიან ცხელია, ცოტა ხანი შემიშოვა, თორე ძალიან ცხელია. ხბოს ნეკნები. აუ საუცხოო გემო აქვს, საუცხოო. ვისაც ხბოს ნეკნი გიყვართ, მობზადით აქ ნამდვილი მეგრული აჯიკით. ჩვენთვის ცოტა ცხარია, მაგრამ ესე უნდა იყოს. ხბოს სტეიკი სოკოს აწევლით და საოცარი არომატით. აი ამ სილამაზეს შეხედეთ, ცოტა დავხრი. შეხედეთ რა სილამაზე არის. ოუ, როგორ მომწონს, ოდესაც
სტეიკის მithმევისას მოაქვთ ბასრი დანა. აუ რა საოცარი არომატი აქვს გიო. დედო მოდი ცალკე გავშინჯოთ სოკოს. სოკო, არაჟანი, პომიდორი და მწვანე ხახვი. ეს ხოთაშორის მწვანე ხახვი ძალიან მოუხდა. ესეთი გემრიელი სტეიკი ნამდვილად არ მოველოდი პირადად მე. დავშინჯოთ. შემწვარი კრევეტები. ჟულიენი. აბა. გავშინჯოთ კრევეტები. ცოტა ლიმონიც. სამეფოს მერე ვეფხვისებრი არის ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი. მა? გავშინჯოთ ჟულიენი. ჟულieნის მიმართ ცოტა კრიტიკული ვიქნები, იმიტომ რომ ძალიან გემრიელი ჟულიენები მაქვს ნაჭამი ბავშვობაში. უგემრიელესია, მაიცა ცოტა. ოპ. ფენა, როგორც უნდა იყოს. ლოგიკურია, რომ ელაჯმა გამაკვირვა სამეგრელოში. მაგრამ სტეიკმა და ჟულიენმა ზუგდიდში მე შეგახსენებთ, რომ მე პატარა გურმანი არა ვარ, საკმაოდ ბევრ ქვეყანაში ვარ დამყოფი, საკმაოდ ბევრი კერძი მაგაშინჯული, მაგრამ ზუგდიდი მაკვირვებს. ჩემი ბავშვობის კერძი. ეს არის მეგული კვარაბია. აბა გადავიღოთ. ოპ. და ცხოვრებაში პირველად ვშინჯავ მაწონი, ნიგოზი და თაფლი არის ერთად. და სხვადასხვა ძალიან საყვარელი გაფორმება აქვს. არა ბოლომდეა სავსე და ცოტა ამორევა მიჭის, მაგრამ არა უშავს. გავშინჯოთ. ძალიან მაგარი რაღაცაა. ჩემო თბილო გამომწერებოდა მაყურებლებო, როა გადავიდე ნერანერა შეფასებისკენ. სანამ გადავალ, გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, იმიტომ რომ გვინდა რომ ძალიან ბევრი საინტერესო ადგილი გაჩვენოთ, მაგრამ გამომწერები არ აკვხნის. ასე რომ გამოიწერეთ, ჩვენ კიდე კაი კონტენტ შემოგთავაზებთ. გადავდივართ შეფასებაზე და ვერდიქტზე. მოდი ჯერ კერძებს შევაფასებ შედარებით თანმიმდევრობით. თავიდან რაც გავშინჯეთ, ღომი, ყველი ფოჩხოლია, სულგუნი და შებოლილი, ერთიანობაში რომ შევაფასოთ, მაგ კერძს 9.5 ქულას დაუწერდი. ოღონდ ცალკე შებოლილი ყველი იმსახურებს 10 ქულას. აი საუცხოო შებოლილი ყველი იყო და საუცხოო ფოჩხოლია იყო. რაც შეეხება საფირმო სალატს, სიმართლე გითხრათ, საფირმო სალატისგან ცოტა მეც მოველოდი, არის ჩვეულებრივი კარგი სალატი, ისე რომ დასაწუნი არაფერი არ აქვს, ამიტომაც საფირმო სალატს დაუწერ 8.2 ქულას. ჩვენ ასევე გავშინჯეთ ელარჯი და ხარჩო. ელარჯს 10 ქულა, ხარჩოს 9.5 ქულა. ხარჩოც მართლა კაი ხარჩო იყო, უბრალოდ ამაზე გემრიელი ხარჩოც მაქვს ნაჭამი. რაც შეეხება გებჟალიას გამართული 9 ქულა, სამეფო ხაჭაპურს გამართული 9.5 ქულა, წვადის ასორტმა ცოტა მოიკოჭლა, კიდევაც გითხარით შეფასებები, 5 ქულას დაუწერდი თევზის წვადს და დანარჩენები ცოტა მოკოჭლებით, კუპატი 9 ქულა,
მართლა გამართული ცხრაკულა. ნეკნები აჯიკაში მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ოდნავ ცხარე იყო, მაინც მაგარ შეფასებას უწერ, იმიტომ რომ საუცხოო არომატი და საუცხოო ხორცი დამხვდა, არ მოველოდი ეგეთ სიგემრიელეს. ამ შემთხვევაში დაუწერ გამართულ 9.3 ქულას. კრევეტებიც, ფასიდან გამომდინარე, ცოტა მეც მოველოდი, მაგრამ კრევეტია, ლამაზი გაფორმება დამხვდა და გაფორმების ხარჯზე დაუწერ 8.5 ქულას. ყვარაბია, საოცარი ყვარაბია იყო, მართლა გეუბნებით, საოცარი. 9 ქულას დაუწერ, 9.5 ქულას დაუწერ ყვარაბიას. სტეიქსაც შეეხება ხფოს სტეიქს, აქაც უნდა დავწერ 10 ქულა. ანუ დღეს ფაქტობრივად 2 კერძს დაუწერეთ 10 ქულა, ეს იყო ელარჯი და სტეიკი. ასევე ჟულიენი, სიმართლე გითხრათ, ძალიან გემრიელი არის. უბრალოდ ჩემთვის არის ცოტა პატარა პორცია. თუმცა ფასიდან გამომდინარე, გამართული 8.5 ქულა ეკუთვნის. რაც სიმართლეა. პრინციპში მე მგონი ყველაფერი შევაფასე, დამჭა ერთადერთი მაწონი ნიგზით და თაფლით, რომელიც საუცხოო გემოსაძლევს ყვარაბიას და პირდაპირ გითხრათ, აი ესე ჩვეულებრივად ხო, როგორც დესერტი, ისე შეგიძლიათ მიითვათ და ყველას გირჩევთ, რომ ჩვენი ქართული გემრიელი დესერტი მიითვათ, ვიდრე რაღაცა უცხოური. აბა გავსუჯოთ ქართული დესერტი. ძალიან გემრიელი რაღაცა არის. ეს კერძი ნამდვილად იმსახურებს დაფასებას და ჩემს აზრით 9.5 ქულა იქნება შესაბამისი ქულა ამ კერძისთვის. ამ კერძს ცოტა ძნელია კერძი დავარქვა, მაგრამ მოდი დავარქვათ ქართული ტკბილეულის ნაირ სახეობა. მოკლედ გადავდივართ უკვე ფინიშისკენ, ყველაფერი შევაფასეთ, დაგვრჩა მარტო დესერტი და ამით ჩვენ მოვჩებით ყველაფერს. მოკლედ, ჩემო მაყურებლებო, ვინც ნახავთ vlogs, გეცოდინებათ, რომ ჩვენი მთავარი მიზეზი აქ ჩამოსვლის იყო ის, რომ ჩვენი ძმა და მეგობარი დაოჯახდა და ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა თავის ცხოვრებაში. ტრადიციულად ხო მინდა რომ ერთი ჭიქა შევსვა და ყველა ახალგაზრდას გისურვებთ თქვენი სიყვარულის პოვნას და დაოჯახებას. იმიტომ რომ დღეს ჩვენ ქართველებს ძალიან გვაკლია და დემოგრაფიული პრობლემაც გვაქვს და მტკივნეული საკითხიცაა და ამიტომაც გისურვებთ თქვენი მეორე ნახევრის პოვნას და სიყვარულს. მოკლედ, გადავარ დესერტზე და აი ამ სავსე ჭიქით თქვენ გაგიმარჯვოთ თქვენი ჭირება. მეგობრებო, აი ამ სილამაზე შეხედეთ. ზუგდიდში ვარ, შეგახსენებთ, ზუგდიდში ლავა ქეიქი სხვათა შორის ესეთი მარტივი გასაკეთებელი არ არის. აი ხა გავიგებთ თუ როგორი ლავა ქეიქია. აბა ნახოთ თუ გამოვა. კი ბატონო. ნამდვილად ლავა ქეიქია. აი შეხედეთ. შეხედე? არის ლავა ქეიქი? აბა გავშინჯოთ. საუცხოო დესერტია. მოკლედ საბოლოო ვერდიქტი. ამ რესტორანმა, დიარონმა, ხო? გამაკვირვა როგორც მეგრული, ასევე ევროპული კერძებით. ვინც მოხვდებით ზუგდიდში, აუცილებლად მოდით აქ. დამიჯერეთ არინანებთ. ხალხო, ეს ვიდეო არ არის დასპონსორებული. ერთი თეთრიც არ მაქვს აღებული. დამიჯერეთ, ეს დღეები სულ რესტორნებში დავდივარ, სხვადასხვა კუთხეებში, სხვადასხვა რესტორნებში, მაგრამ ამ რესტორანმა ყველა საჯობა ჯეჯერობა. ასე რომ ჩამოდით და გასინჯეთ აქაური კერძები. რაც შეეხება ლავა ქეიქს, დამიჯერეთ, საკმაოდ რთული გასაკეთებელი არის და აქ ყველაფერი ის ტექნოლოგია დაცული არის, ამიტომაც ლავა ქეიქს
9.5 ქულა ჩემგან. საკმაოდ მაგარი შეფასება და რეკომენდაცია ამ დაწესებულებას. შევხვდებით.